დრო შენს მხარეს არ არის. ეს არის შოკის მონგრელი გაფრთხილება, რომელიც აშშ-მ ახლახან გადასცა რუსეთს, რადგან უკრაინის ბოროტეული გეგმები რუსი ოკუპანტების გასანადგურებლად უფრო და უფრო ნათელი ხდება, რაც უფრო წინ მივდივართ 2026 წელს. ეს არის ბოლო რამ, რაც პუტინს სურდა მოესმინა. მას ეგონა, რომ აშშ-ს უკვე ხელში ყავდა. მანიპულაციით უბიძგებდა მშვიდობის ისეთ ვარიანტზე, რომელიც მოსკოვს უფრო აწყობდა ვიდრე კიევს. მაგრამ ეს ილუზია ეხლა დაიმსხვრა, რადგან რუსეთს აფრთხილებენ, რომ ახლავე გავიდეს, სანამ უკრაინა უკვე ცუდ სიტუაციას კიდევ უფრო არ გააუარსებს. უკრაინას შეიძლება თითქმის შეეცოდოს რუსეთი და ეთიდე ვლადიმერ პუტინის ნგრევადი ფსიქიკა, მაგრამ არასდროს შეეცოდება იმდენად, რომ შეაჩეროს ის სტრატეგია, რომელიც რუსეთს ძლიერ ასუსტებს. როდესაც აშშ-ის გაეროში მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დენ ნეგრეა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე 22 ივნისს წარდგა, მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებმაც პუტინის შიგნიდან შეძრა. რუსეთის მიერ ისტორიული კიევის პოჩანსკის ლავრას იუნესკოს მემკვიდრეობის ობიექტის დაბომბვის დაგმობის ფონზე, რომელიც ასევე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა სალოცავი. ნეგრეამ რუსეთს უთხრა, რომ დროა ახლა გააფორმოს შეთანხმება უკრაინასთან, სანამ დრო არ ამოიცურება და უკრაინა გამარჯვებას არ მოიპოვებს. ეს უფრო და უფრო მოსალოდნელია, რადგან 2026 წელს ინიციატივა რუსეთს აშკარად გამოეცალა. რუსეთმა უნდა გააფორმოს შეთანხმება, დრო მოსკოვის მხარეს არ არის, განაცხადა ნეგრეამ. და თუ პუტინს წამით მაინც გონია, რომ ეს მხოლოდ ერთი ამერიკელი წარმომადგენლის აზრია და დანარჩენები ისევ ფიქრობენ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ ის სერიოზულად ცდება. ნეგრეას კომენტარები მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ ივნისში უფრო ადრე სენატში გაკეთებულ განცხადებებს. ისინი ვერ მიაღწევენ იმ მიზნებს, რომლებიც პირველივე დღეს დაისახეს. ეს ნამდვილად ასეა, განაცხადა რუბიომ რუსეთზე, განცხადებაში, რომელიც პუტინისთვის ალბათ გულში დანასავით იყო. რუბიომ დაამატა: შეიძლება მათ სამხედრო გზითაც კი ვერასდროს მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებსაც ახლა მოლაპარაკებებში ითხოვენ. ეს უკვე ორი მაღალი თანამდებობის მქონე ამერიკელი ოფიციალურია, რომლებმაც საჯაროდ გამორიცხეს რუსეთის შანსი რამდენიმე დღეში გამარჯვებაზე. მაგრამ ისინი ერთადერთები არ არიან. თავად ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპი ასევე როგორც ჩანს მიიჩნევს, რომ უკრაინა გამარჯვებულ მხარესაა. მაგრამ მალე ამ საკითხს დაუბრუნდებით. ნეგრიას კომენტარები სულაც არ იყო უმნიშვნელო, როცა ის გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავდა. მან თქვა, რომ რუსეთს ახლა უნდა გააფორმოს შეთანხმება, რადგან უკრაინის ეშმაკური სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ იმდენად კარგად მუშაობს, რომ ზოგიერთს შეიძლება პუტინისა და მისი უუნარობის მიმართაც კი შეეცოდოს. ნეგრიამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი დაასახელა: დანაკარგები და ინოვაცია. ამჟამად ორივე უკრაინის სასარგებლოდ არის და ასე იყო 2026 წლის დიდი ნაწილის განმავლობაშიც. დანაკარგების მხრივ ნეგრია აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ყოველ თვე დაახლოებით 40,000 დანაკარგს განიცდის, მოკლულებს ან დაჭრილებს. რაც კიდევ უფრო მძაფრდება სასოწარკვეთილი ქაცვების ტაქტიკებით, რომლებიც რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. მართლა, რუსეთი იმ დონემდე მივიდა, რომ რეკორდული ბონუსები დაახლოებით 80,000 დოლარის თავაზობს მხოლოდ ხელმოწერისთვის, როგორც CNN-მა 14 ივნისს გაავრცელა. Moscow Times-მა კი რამდენიმე კვირით ადრე დაამატა, რომ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც ნებისმიერ რუსს, ვინც მის არმიაში მოხალისედ დარეგისტრირდება, $140,000-მდე ვალს პატიობს. ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯები, რადგან რუსეთი ებრძვის რეკრუტირების კრიზისს, რომელიც უკრაინის სტრატეგიამ გამოიწვია. მაგრამ რუსეთს მათი განხორციელება სჭირდება, სხვა გზა არ აქვს. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, 24 ივნისის მდგომარეობით რუსეთს ოდნავ მეტი ვიდრე 1,395,000-ზე ცოტა მეტი ჯარისკაცი ყავს დაკარგული. მაისში BBC-მ გაამჟღავნა, რომ ბრძოლებში თითქმის 500,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ბრიტანეთის მთავარი სადაზვერვო სააგენტოს GCHQ-ს მიხედვით. და United 24 მედიის მიხედვით, რუსეთს ყოველდღიური ჯარისკაცების დანაკარგი თითქმის 1 თვის განმავლობაში 1000 მნიშვნელოვნად დაჭარბებდა, რაც პირველად მოხდა 2025 წლის მარტის შემდეგ. 1 ივნისიდან 22 ივნისამდე პერიოდში რუსეთის დანაკარგები ყოველდღიურად 1120-დან 1550-მდე მერყეობდა და მხოლოდ სამ დღეს ამ 22-დან დანაკარგები 1100-ის ფარგლებში იყო. დანარჩენ დღეებში კი გაცილებით მეტი. რუსეთი ამას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს და სწორედ ეს არის უკრაინის გენიალური სტრატეგიის მთავარი აზრი. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართო საპასუხო შეტევებს ახორციელებს, მან იცის, რომ რუსეთთან გამოფიტვის ომშია ჩართული. ვისი საუკეთესო შანსი გამარჯვებისთვის არის იმდენი დანაკარგის მიყენება, რომ რუსეთი ვეღარ შეძლოს ომის გაგრძელება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ეს უკვე ნათლად განაცხადა და მას აქვს კიდეც ის ჯადოსნური რიცხვი, რომელსაც რუსეთი არასდროს ისურვებდა მიაღწიოს. თვეში 50,000 დანაკარგი. ფედოროვის თქმით, ეს საკმარისი იქნება იმისთვის, რომ რუსეთის შეჭრა შეუძლებელი გახდეს და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თუ ვივარაუდებთ, რომ მისთვის მოლაპარაკების შესაძლებლობა ჯერ კიდევ დარჩება, ბოლოს და ბოლოს აშეთეთში ამბობს, რომ დრო იწურება. რა თქმა უნდა, მიზნის დასახვა და მის მიღწევამდე მისვლა ორი სრულიად განსხვავებული რამაა.
მაგრამ სწორედ აქ იჩენს თავს უკრაინის სტრატეგიის ბრწყინვალება. ეგრე აღნიშნავს, რომ ინოვაციები ფრონტის ხაზზე და მის მიღმა სწორედ ისაა, რაც უკრაინას გამარჯვებამდე მიიღავს და რუსეთი უბრალოდ ვერ ეწევა იმას, რასაც უკრაინა აკეთებს, რომ თავისი დრონები უწინდელზე უფრო მომაკვდინებელი გახადოს. ნეგრი ერთადერთი არ არის, ვინც უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აღფრთოვანებით უყურებს. 23 ივნისს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის კავშირის თავდაცვისა და კოსმოსის კომისარმა ანდრეას კუბილიუსმა მსგავსი განცხადებები გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის ტაქტიკური ლიდერობა შეაქო, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინის შიდა წარმოების ბაზის მოქნილობა მთავრობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინი და მისი მარიონეტები ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ უკრაინაში. კუბილიუსის თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სამხედრო წარმოება 50-ჯერ გაიზარდა და ამ მოცულობას თან ახლავს ისიც, რომ უკრაინამ შეიძინა უნარი შექმნას იდეალური იარაღი, როგორც რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ, ასევე პუტინის ჯარისკაცებისთვის დამატებითი ზიანის მისაყენებლად. კუბილიუსმა ბრიუსელში ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე თავისი სიტყვა დაასრულა მოწოდებით. შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც უკრაინას უკეთესად ჩართავს კოლექტიურ ევროპულ თავდაცვის ბაზარში და სწორიცაა, რომ ასეთ მოწოდებას აკეთებს. უკრაინის ინოვაციები ბრძოლის ველზე თითქმის იმდენად ბევრია, რომ დათვლა ძნელია. ფრონტზე უკრაინამ შეიმუშავა FPV და საშუალო დარტყმის დრონების მომაკვდინებელი კომბინაცია, რომელიც მას საშუალებას აძლევს რუსული სამიზნეები ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში დაარტყას. განსაკუთრებით საშუალო დარტყმები რუსეთში ქაოსს იწვევს. უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა დრონების ეკიპაჟებს აძლევს мотиваციას, გაანადგურონ მომარაგების მარშრუტები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც თავისუფლ უკრაინას აძლევს საშუალებას იზოლაციაში მოაქციოს ყირიმი და შეაჩეროს მომარაგების ნაკადი ფრონტზე. ამას თუ დავუმატებთ შეტევებს სარდლობისა და მართვის ცენტრებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე, როგორიცაა დრონების გაშვების წერტილები, მივიღებთ სტრატეგიას, რომელიც რუსეთის ფრონტის ხაზზე შეტევებს ასუსტებს. აი რატომ ხედავთ ამდენ მსხვერპლს? რუსეთის ძალები სუსტდება, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი მათ უფრო მეტი შეტევის დაწყებას უბრძანებს რუსეთის ზაფხულის შეტევის ფარგლებში. როგორც საგარეო ურთიერთობათა საბჭო აღნიშნავს, დრონები დიდი ხანია დომინირებენ ფრონტის ხაზზე მსხვერპლის რაოდენობით, რადგან ორივე მხარეს დაღუპულთა და დაჭრილთა 85%-მდე შემთხვევა სწორედ დრონებმა გამოიწვია. ახლა განსხვავება და უკრაინის სტრატეგიის არსი ისაა, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე სასიკვდილო ზონებში FPV დრონების მასებს უკრაინის ახალმა შესაძლებლობამ გააძლიერა, რაც საშუალებას აძლევს ზუსტად დაარტყას როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე თავად რუსეთის ტერიტორიაზე. საბჭო აღნიშნავს უკრაინის მიერ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჰორნეტის გამოყენებას, რომლის ღირებულება მხოლოდ $10,000 და რომელიც ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიისთვის გადამწყვეტი გახდა. ამ ახალი თაობის დრონებმა გამოიწვია ორივე მხარის მიერ რესურსების გამოყენების სრული გადახედვა. უკრაინისთვის მეტი დრონი და დარტყმების გაზრდილი რაოდენობა უკვე შესრულებულ კარგ საქმეს ემატება. რუსეთის გათხოვა ბევრად უფრო მარტივია და სულაც არ არის ეფექტური. პრობლემის გადასაჭრელად კიდევ მეტი ცოცხალი ძალის შეხრა, როგორც ჩანს, პუტინის ერთადერთი სტრატეგია. ეს არც ისე კარგად მუშაობს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ახალი მებრძოლების მოზიდვის სირთულეებს. და ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რატომაც ნაგრია ამბობს, რომ მოსკოვს დრო ეწურება მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად. შემდეგ არის აშტ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 23 ივნისის ანგარიშში Financial Times-მა გაამჟღავნა, რომ აშტ-ის მხარდაჭერა და ქება უკრაინის სტრატეგიის მიმართ თეთრი სახლის უმაღლეს დონემდე ვრცელდება. გამოცემა წეს, რომ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივნისის დასაწყისში ევიან-ლებანში ვახშმის დროს დიდხანს ისაუბრეს, სადაც ტრამპმა გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნა, რომ იგი უკიდურესად შთაბეჭდილებულია იმ სამხედრო შედეგებით, რაც უკრაინამ 2026 წელს აქამდე შეძლო. Pravda იუწყება, რომ უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ეს არ იქვეს როგორც ნიშანი იმისა, რომ ტრამპი უფრო მეტადაა მზად უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადოს. ასევე მეტი ზეწოლა მოახდინოს პუტინზე ომის დასასრულებლად. ზეწოლა სწორედ ისაა, რაც რუბიოსა და ნეგრიას განვიხილეთ. ორივე რუსეთს ეუბნება, რომ დრო იწურება და პუტინმა ახლა უნდა დატოვოს უკრაინა, სანამ მისი მთელი მმართველობა განადგურდება. ტრამპსა და ზელენსკის შორის გამართულმა იმ შეხვედრამ კიდევ ერთი რამ გამოიღო, რაც პუტინისთვის მიზნების მიღწევას კიდევ უფრო გაართულებს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ რილაქსს, რათა ჩვენი ვიდეოები უფრო ხშირად მოხვდეს თქვენს ფიდში. ვლადიმირ პუტინი სულიად გაბრაზებულია ამ ყველა მოვლენაზე. როდესაც აშშ პირდაპირ მოუწოდებს ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ და იმ ფაქტის მირებისკენ, რომ რუსეთი დასუსტებულ მდგომარეობაშია, პუტინი სრულად შემოუტრიალდა დონალდ ტრამპს. რა თქმა უნდა, პუტინი ამას პირდაპირ არ იტყვის. ის ამისთვის ძალიან მშიშარაა, მაგრამ მან გამოიყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავისი მრავალი სპიკერიდან ერთ-ერთი, სერგეი ლავროვი, რათა ეს ამბავი გაევრცელებინა. 23 ივნისს სერგეი ლავროვმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ როგორც ჩანს, აშტ-შიკო უკან იხევს ობიექტური შუამავლის როლიდან და რომ აშტ-შიკო როგორც ჩანს დაავიწყდა ის განცხადებები, რომლებიც დონალდ ტრამპმა 2025 წელს გააკეთა და რომლებიც მიუთითებდა, რომ აშტ-შიკო რუსეთის მხარეს იხრებოდა. ჩვენთვის ეს უფრო რუსულ ისტერიკას გავს და ვლადიმერ პუტინი არ გაჩერებულა აშშ-ის კრიტიკით თავისი გარემოცვის მეშვეობით. აშშ-ის მედიის ცნობით 23 ივნისამდე 3 დღეში 3 რუსი ოფიციალური პირი ჩიოდა, რომ აშშ არ ასრულებს თავის დაპირებებს.
ერთ-ერთი მათგანი სერგეი ლავროვი იყო. მასამდე კი კრემლის მრჩეველი იური უშაკოვი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ რუსეთი რჩება ერთგული აშშ-თან მიღწეული შეთანხმების შესრულების, ხოლო მეორე მხარე, როგორც ჩანს, სულად ვერ ასრულებს თავის ვალდებობებს. ლავროვის განცხადების შემდეგ მისმა მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-მა გადაუხვია 2025 წლის ალასკის სამიტზე მიღწეული ფუნდამენტური შეთანხმებებიდან. მან დაამატა: ჩვენ ასევე ხედავთ, რომ ვაშინგტონის კურსი სულ უფრო უახლოვდება აშშ-ის ყველაზე ახლო ევროპელი მოკავშირეების, კერძოდ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, ყველაზე აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკას. ლავროვმა გააგრძელა თავისი კომენტარები და აღნიშნა, რომ ნებისმიერი იმედი იმისა, რომ აშშ შეიძლება იყოს სამართლიანი შუამავალი, დაინგრა. რაც ნიშნავს, რომ რუსეთი იძულებული იქნება გააგრძელოს შეჭრა. ამ კომენტარებში აშკარად თვალთმაქცობა გასაოცარია. აქ რუსეთი უბრალოდ კრემლის მასშტაბის ისტერიკას აწყობს, იმ ფაქტის გამო, რომ პუტინი თვლის, ვეღარ მოახერხებს აშშ-ის მანიპულებას ისე, რომ ის თავის მხარეს გადაიყვანოს. ყველად ოილი რუსეთის პროგრესისა და თითქოს და გარდაუვალი გამარჯვების შესახებ უკრაინაში გამოაშკარავდა იმ გენიალური სტრატეგიით, რომელმაც უკრაინას ომში ინიციატივის ხელში ჩაგდება შეაძლებინა. აშშ-მა აღიარა ამ სტრატეგიის გავლენა და პუტინი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. ამიტომაც დაიწყო თავისი საქციელის სხვებზე გადაბრალება. Financial Times იუწყება, რომ პუტინმა 23 ივნისს სამხედრო კურსდამთავრებულებს მიუებს მიმართა. სიტყვით გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის საშუალო და გრძელ მანძილზე დარტყმები იყო ნამდვილი სასოწარკვეთის აქტი, რადგან უკრაინას არ შეეძლო რუსეთის წინსვლის შეჩერება ფრონტზე. ეს დრონები დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რისთვისაა ეს ყველაფერი? საზოგადოების დესტაბილიზაციისა და რუსეთის შეიარარებული ძალების მოქმედებებში გარკვეული გაურკვევლობის შესაქმნელად. პუტინმა წარმოთქვა სიტყვა, რომელიც სრულიად უგულებელყოფს რუსეთის ტაქტიკას მთელი ომის განმავლობაში და მიმართა იმ ჯარისკაცებს, რომლებსაც მალე ფრონტის ხაზზე სიკვდილზე გაგზავნის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. სინამდვილეში რუსეთმა 2026 წელს ბევრი ტერიტორია დაკარგა, ხოლო აპრილი და მაისი იყო თვეები, როდესაც უკრაინამ ტერიტორიული გამარჯვებები მოიპოვა რუსეთის წინააღმდეგ ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით. პუტინის პრობლემა ახლა ისაა, რომ ალტერნატიული რეალობა, რომლის შექმნასაც ის ცდილობს, უკვე აღარ მუშაობს. აშშ ამას კარგად ხედავს. ევროპაც ამას კარგად ხედავს და რაც პუტინისთვის კიდევ უფრო საზიანოა, რუსეთშიც ბევრს ეს კარგად ესმის. მაისის 22-ში New Voice of Ukraine-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოფიციალური პირები უკვე იწყებენ მზადებას პუტინის შემდგომი პერიოდისთვის, რადგან ისინი თვლიან, რომ ის მმართველობის სისტემა, რომელიც პუტინმა შექმნა, მათ შორის უკრაინაში შეჭრაც, ვეღარ გადარჩება. ბავშვებს საზღვარგარეთ გადაჰყავთ, რადგან ოფიციალურ პირებს ეშინიათ, რომ ისინი მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს არ ძრავენ, თუ დარჩებიან. ერთმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა შეაჯამა განწყობა რუსეთის საშუალო და მაღალი ეშელონებში. განაცხადა: ეს რთული დროებია, ახლა ეს აშკარაა და ტყუილს აზრი აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, პუტინი და მისი გარემოცვა მაინც იტყუებიან. მაგრამ ეხლა ისინი ამას სასოწარკვეთისა და ბრაზის გამო აკეთებენ. და არა იმიტომ, რომ სჯერათ თითქოს ეს ტყუილები აშშ-ს ისევ მათ მხარეს დააბრუნებს. და პუტინი მართლაც უნდა იყოს გაბრაზებული. აშშ-ის ყველა განცხადების მიუხედავად, რომ პუტინმა ახლა უნდა დანებდეს და ტრამპის უკრაინის სამხედრო სტრატეგიის ქების მიუხედავად, არის ერთი რამ, რაც პუტინს განსაკუთრებით არ იზიანებს. ეს არის პეტრიოტის თამაშები. თუ ფიქრობდით, რომ ტრამპის მიერ უკრაინის სტრატეგიის ქება იყო მთავარი სიახლე მისი ზელენსკისთან შეხვედრიდან, მაშინ შეცდებით. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე რუბიომ დადებითად უპასუხეს ევროპული თავდაცვის კომპანიებისთვის ლიცენზიების გაგაცემის იდეას, რათა მათ დაიწყონ პატრიოტის ჩამჭრელი რაკეტების წარმოება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მ ამ იდეას დადებითად უპასუხა. დაამატა, რომ უკრაინის ევროპელ პარტნიორებს ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ ამის გასაკეთებლად და ახლა საჭიროა პრეზიდენტ ტრამპის პირადი თანხმობა. Bloomberg-ი უცხება, რომ პატრიოტის რაკეტების ლიცენზირების იდეას აშშ-ს გარეთ წარმოებლებისთვის ტრამპიც ასევე განიხილავდა. საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტის დროს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ტრამპი ახლა აქტიურად გეგმავს აშშ-ის თავდაცვის წარმოებლებისთვის პატრიოტის რაკეტების ტექნოლოგიის ლიცენზირების თხოვნას ევროპული ქვეყნებისა და უკრაინისთვის, რაც უკრაინას პატრიოტის რაკეტების დეფიციტის აღმოფხრის საშუალებას მისცემს. ამან რუსეთს ბოლო თვეებში გარკვეული წარმატება მოუტანა ბალისტიკური რაკეტებით. მათ სურთ ამის გაკეთება. ჩვენ ამას განვიხილავთ, გამოცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 17 ივნისს. როგორც ჩანს, ლიცენზიების თემა დეტალურად განიხილეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე. თუ შეერთებული შტატების მიერ პუტინისთვის უკრაინიდან გასვლის დროის მითითება ძლიერი დარტყმა იყო. ეს გამჟღავნება სასიკვდილო დარტყმაა პირდაპირ რუსი ლიდერის საფეთქელზე. რუსეთის საჰაერო კომპანია ერთადერთია, რაც მას კიდევ დარჩა. მიწაზე მარცხი და ყირიმის დაცვის უუნარობა დიდად არ ეხმარება რუსეთს ომის მოგებაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინას პეტრიოტის ჩამჭრელი რაკეტები უმცირდება, რუსეთის ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს უფრო ხშირად გამოსდით მიზნის მიღწევა. ეს ნათლად დავინახეთ მაისში. იმ თვეში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 8351 საჰაერო საშუალება გაუშვა, ითხოვინება პრავდა.
ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო და უკრაინის საჰაერო თავდაცვას გაუჭირდა რაკეტებთან გამკლავება. 8351 საჰაერო საშუალებიდან 8150 იყო დარტყმითი დრონი, რომელთა წინააღმდეგაც უკრაინამ შთამბეჭდავი 91.73%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი დააფიქსირა. თუმცა ეს პროცენტი მნიშვნელოვნად იკლებს, როდესაც საუბარია 211 ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელიც რუსეთმა გაუშვა, რადგან უკრაინამ მხოლოდ მათი 53%-ის შეჩერება შეძლო. პატრიოტის რაკეტების სტაბილური მიწოდება მნიშვნელოვნად გააზრდის უკრაინის მიერ რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელს. აი რატო არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინისთვის და ასე დამანგრეველი პუტინისთვის, რომ ტრამპი მზად არის ლიცენზირების შეთანხმებებზე წავიდეს. აშშ უნდა ყოფილიყო მის მხარეს. სულ ცოტა ხნის წინამდე ჩანს, რომ მთელი ზეწოლა უკრაინაზე მოდიოდა, რათა შეთანხმებაზე წასულიყო. მაგრამ ეხლა აშშ-ში პუტინს ეუბნება, რომ მისი დრო იწურება და ემზადება იმისთვის, რომ დაუშვას იარაღის საზღვარგარეთ წარმოება. რაც გაანადგურებს რუსეთის სტრატეგიას უკრაინაზე ტერორის დამყარებით მის მორალის გატეხვის მცდელობას. თუ რუსეთის რაკეტებს აჩერებენ, მაშინ რუსეთს რა რჩება? ის ნამდვილად სახმელეთო ფრონტზე წინ ვერ მიიწევს და მისი ჯარისკაცები უკრაინის ბრწყინვალე დრონების სტრატეგიამ გაანადგურა. ამ ყველაფერს ერთი კარგი პატარა დასასრული აქვს. როცა ვლადიმირ პუტინს ორივე მხარეს, ოკეანის აქეთ და იქით ეუბნებიან, რომ დროა უარი თქვას უკრაინაში შეჭრის მიზანზე. თითქმის 4,5 წლის წარუმატებლობის შემდეგ უკრაინის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა ანდრიი მელნიკმა გააჟღერა ეს მოწოდებები და ვლადიმირ პუტინს აუწყა, რა იქნება მისი ნამდვილი მემკვიდრეობა, როცა ეს ყველაფერი დასრულდება. ვლადიმირ პუტინი შევა ისტორიაში როგორც თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ფიგურა, განსაკუთრებით კი კიევის პოჩეპსკის ლავრაზე თავდასხმის შემდეგ. და მისი მემკვიდრეობა იქნება მხოლოდ ომის დამნაშავის, რომელმაც ვერაფერში მიაღწია წარმატებას, რასაც კი ცდილობდა. ამიტომ რუსი წარმომადგენლისადმი მიმართვისას ერთ რჩევას მოგცემთ. თქვენ ვერასდროს შეძლებთ ოკუპირებული მიწების შენარჩუნებას. არასდროს. ამიტომ გადით უკრაინიდან რაც შეიძლება სწრაფად, სანამ ძალიან გვიან არ არის. დაიღრიალა მელნიკმა თავის გამოსვლაში. და თუ ამ გაფრთხილებას ყურს არ დაუგდებთ, მაშინ რუსეთმა მართლა უნდა დაიწყოს ყურადღების მიქცევა იმაზე, რაც ხდება. ბატონი პუტინის მიერ გაშვებული ომის ბუმერანგი დაბრუნდა რუსეთის ტერიტორიაზე და პირველად რუსები გზნობენ ამ ომის ბნელ სუნთქვას. თქვა მელნიკმა, სანამ დაასრულებდა სიტყვებით, რომლებიც გაეროს დარბაზებში გაგაისმა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. რთულია ამაზე გამათი. როცა აშშ-ში ევროპა და თვითონ რუსეთის ოფიციალური პირებიც კი ხედავენ საით მიდის საქმე, პუტინს არჩევანი ეწურება. ერთადერთი გონივრული არჩევანი ისაა, რომ გააკეთოს ის, რასაც ყველა უხჩევს და გავიდეს უკრაინიდან. გააკეთებს ამას პუტინი? ალბათ არა. მაგრამ თუ ის ისევ ისეთივე ჯიუტად უგულებელყოფს რეალობას, როგორც მთელი ომის განმავლობაში, ეს მხოლოდ მის ქვეყანას მიიყვანს იქამდე, რომ უკრაინული სტრატეგიის წინაშე დამარცხება დამარცხდეს. ამ სტრატეგიამ უკვე შეცვალა ომის დინამიკა. დასავლეთის მხრიდან აღფრთოვანება გამოიწვია და მალე რუსეთს ომის წაგებამდე მიიყვანს. ომი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. პუტინს უკვე შეუძლია დაინახოს, რას უკეთებს უკრაინის სტრატეგია ერიბს, რომელიც რუსეთის ოკუპაციის გვირგვინია. ყოველ შემთხვევაში უნდა ხედავდეს ამას. პუტინის თავი შეიძლება იმდენად ღრმად აქვს ქვიშაში ჩარგული, ან კიდევ სადღაც სხვაგან, რომ აღარ იცის რა ხდება სინამდვილეში. მაგრამ ეს რეალობას არ ცვის. ყირიმი იკარგება და ახლა 1,5 მილიონი რუსი ნანობს, რომ ნახევარკუნძულზე იმყოფება. გაიგეთ რატო. უყურეთ ჩვენს ვიდეოს. და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. ჩვენ ყოველდღიურად ვაქვეყნებთ ვიდეოებს, სადაც ვაანალიზებთ უკრაინის ომისა და სხვა მოვლენების უახლეს განვითარებებს. მადლობა ყურებისთვის.